Το კომპიუტერი ჩაერთო მოთხოვერა. დიდი მადლობა მეგობრებო, ვინც ხართ ჩვენთან უკვე დავიწყოთ დღეს ნიკოლოზობა გუშინ ამაღლება იყო მალე 26 მაისი ძალიან დიდი დღეებია საერთოდ მაისი ყოველთვის ესე იმედების მომცემია რომ თავარი ადამიანი დაფიქრდეს და დასკვნები სწორი გაკეთდეს როგორ მინდა რომ ხელისუფლების მაღალი ჩინები პირადად ივანიშვილი აი ამ გადაწყვეტილებებს რომელსაც იღებენ კარგად დაფიქრდნენ კარგად დაითათფირონ ისე ადამიანის თავისუფლებაა ყველაზე მთავარი და ხელისუფლება იმდენად შეშინებულია რომ რეალურად თავისუფლებას ებრძვის ადამიანის თავისუფლებას ებრძვის ეს ძალიან ცუდი რამ გამოიკვეთა ამ ბოლო პერიოდში 1992 წლიდან მოყოლებული ვერ მოვიდა ხელისუფლება რომელიც ხალხის განწყობის ხალხის ინტერესების გამომხატველი იქნება ყველა ხელისუფლება მის სინაზე უარესი ხდება ყველა პარლამენტი მის სინაზე უარესი ხდება და მივედით უკვე ასე იგი ლამის ფეოდალურ სახელმწიფოში გადავედით 21 საუკუნის ფეოდალიზმი მდიდარი მონების ქვეყანა საშინელებაა ეს ყველაფერი საშინელებაა რომ ხანდახან ფიქრობ იმას რომ რისთვის ვეიმობთ ან ეკლესიაში რისთვის მოვდივართ უნიკალური რამ აქვს იოანე ოქროპირის გამონათქვამი რომ საკუთარი სისხლის ფასად გაგანთავისუფლათ უფალმა და ნუ იქნებით ადამიანთა მონები ესე იგი ეს მონობა გახდა რაღაც წარმოუდგენლად მიმზიდველი ჩვენთან იმიტომ რომ ქვეყანაში ბრძოლა არის არსებობისთვის და არა საკუთარი თავის რეალიზაციისთვის მე დღეს არ მინდა რომ გამოვიდეს ეს შეხვედრა ვრცელი მაგრამ ზოგიერთი დეტალი რაზეც ადრე ვისაუბრე და ამავე დროს მინდა გითხრათ რომ ორშაბათობით აღარ გვექნება ჩვენ უკვე გადაცემები ორშაბათს მეცნიერთა კონგრესი იკრიბება და ჩვენ შევეცდებით რომ მორიგეობით დღეს პირველად ჩემი მე დავიწყებ მე სხვები იქნებიან წამყვანები რომ 3-4 წუთის ფარგლებში გავცეთ პასუხი ძალიან ბევრ კითხვას და ორშაბათობით ეს უფრო მნიშვნელოვანი იქნება როდესაც 5, 6, 7, 8, 10 კაცი სულ ნახევარი საათი 40 წუთის განმავლობაში რაღაც თავის პოზიციას ჩამოაყალიბებს ეს უკვე ძალიან მალე ხვალზე დღეს ჩავწერეთ ჩვენ რადგან 26 მაისთან იყო დაკავშირებული და დღეს ჩავწერეთ
და ალბათ ხვალზე და ორშაბათს ეს ტელევიზიით იქნება. ეს ძალიან კარგი ინიციატივაა. შემდგომ ალბათ მეცნიერთა კონგრესის წევრების მონაწილეობით ჩვენ ძალიან სერიოზულ გადაცემაზე ვიფიქრებთ იმავე სტილში, მრგვალი მაგიდის ირგვლივ აზროვნების აკადემიასავით უნდა იყოს ეს, რომ ხალხს იმედი მიეცეს. მე ამ რამდენიმე ხნის წინ ჩვენს მეგობრებზე დაყრდნობით ვთქვი, რომ რა სისტემაა ეს, რომლითაც იმართება დღეს ქვეყანა. ძალიან დიდი ის არ დავჭირდა იმაზე ვეთქვა, რომ ეს ყველაფერი გაცილებით ახლოსაა მაკიაველთან, ვიდრე რომელიმე დემოკრატიასთან. მაკიაველს ჰქონდა უაღრესად საინტერესო მოსაზრებები თავის დიდ ნაშრომში ხელმწიფე, მაგრამ ძირითადი დასკვნა, მაკიაველი რასაც წერს, მე გამოვიტანე გვერდზე, ბევრმა ნახა ის და მინდა წავიკითხო და დააკვირდით ეს ხდება თუ არა ჩვენთან ქვეყანაში. ესე იგი, ამყოფეთ ხალხის სიღატაკეში. საქმით დაკავებულნი და გამოფიტულ სხეულებს ამბოხისათვის ზალა არ შერჩებათ. მშიერი კაცი მხოლოდ პურზე ოცნებობს და არა პრინციპების დამხობაზე. დაქანძული მუშები ძილს ნატრობენ და არა სამართლიანობას. მიეცით მათ ზუსტად იმდენი, რომ გადარჩნენ, მაგრამ არასოდეს იმდენი, რომ აყვავდნენ. ასე ისინი ნამცეცებისთვისაც მორჩილნი დარჩებიან. კეთილდღეობა შხამია ხელისუფლებისათვის. მაკიაველი ეს. დააკვირდით, შეადარეთ, დაფიქრდით. მაძღარი ხალხს უჩნდება თავისუფალი დრო ფიქრისთვის, იწყებს კითხვების დასმას, უსაფრთხოება ახალისებს, მოთხოვნებს, ხოლო თავისუფალი დრო შეთქმულებებს ჭედს. საცოწარკვეთა უზრუნველყოფს მორჩილებას. სიუხვე კი აღვიძებს დაუმორჩილებლობას. მშიერები გემორჩილებიან, მაძღრები კი ორგანიზდებიან. დააკვირდით. მშიერები გემორჩილებიან, მაძღრები კი ორგანიზდებიან. ამყოფენ ისინი დანის პირზე, დაღლილები, მშივრები და დაკავებულნი, აი თუ ისინი მართვადნი დარჩებიან, მიეცით მათ ამოსუნთქვის საშუალება და თქვენ თავად გამოჭედავთ საკუთარ განაჩენს. ნიკოლა მაკიაველი, მისი ნაშრომი ხელმწიფე. ხშირად უნდა დაუბრუნდეთ როგორ ჩანს ჩვენ ამას. ეს არ არის, დააკვირდით, კეთილდღეობა შხამია ხელისუფლებისათვის, რომ ხელისუფლებას არ აწყობს მაძღარი ხალხი, რომ გამოკვებილი ხალხი მას მშიერი აწყობს, იმიტომ რომ მშიერის მართვა ადილია. კარგად აქვს ეს მოცემული დიდ წიგნში დათა თუთაშხიაში ჭაბუ ამირეჯებს, რომ სიკეთე გათიტოკაცებულია და ბოროტება ერთ მუშტადაა შეგრულია. ასაა დღეს საქართველო. სიკეთე და გათიტოკაცებულია, ბოროტება ერთ პოლიტიკურ მუშტადაა შეგრული. კომპრომეტირებული ადამიანების ერთობა ქმნის 21 საუკუნის სახელმწიფოს კომპრომეტირებული ადამიანების ერთობა. ხელისუფლებაში ძირითადში ვიყავთ კომპრომეტირებული ადამიანები. არ ხარ კომპრომეტირებული, ხელისუფლებაში ადგილს არ მოგცემ. მე გაპირებული ვარ, აი ბოლო დანიშნავს რომ გავყვე და გითხრათ ზოგიერთი რამ, გაუცებული დავჭი, რომ ისეთი პიროვნებები ინიშნებიან თანამდებობებზე, რომ კითხვა ჩნდება ამ სიღატაკეში, ამ გაჭირვების დროს, ამ სამოქალაქო ომების დროს, სად იშოვეს ამდენი ფული, სადაა იშკიდას ამდენი სახლები ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ. თითქოს არც ვიცოდით, დეპუტატი იყო ამ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, მისი გვარიც არ მახსოვს და ესე იგი ერთი სახლი იტალიაში, მეორე საფრანგეთში, მესამე სხვაგან, მეოთხე სხვაგან, რაღაც არნახული ფული. იმაზე სად ეხპოულობთ ბატონო ბიძინა ხელისუფლებაში ამ დიდარ ადამიანებს და თქვენ გინდათ რომ ამ ადამიანებმა ესე იგი გაჭირებულ ადამიანებს მიხედონ. ეს წარმოუდგენელი რამ თქვენ ამ ხალხს მოგხავთ ეს კომპრომეტირებული ხალხი, რომ რაც შეიძლება მეტად იმოქმედონ. ეს განწყობა თქვენ არ დაგიგმუბრებიათ მარტო. ეს ამის ელემენტები ჩანდა შევარნაძის დროს, გაძლიერდა სააკაშვილის დროს, არნახულად გაძლიერდა და თქვენ გვირგვინს ადგამს ამას,
რომ როგორც აქ წერია, რომ კეთილდღეობაში ხამია ხელისუფალთათვის. მაწღარ ხალხს უჩნდება თავისუფალი დრო ფიქრისთვის, იწყებს კითხვების დასმას, უსაფრთხოება ახალისებს მოთხოვნებს, ხოლო თავისუფალი დრო შეთქმულებებს ჭედს, საცოწარკვეთა უზრუნველყოფს მორჩილებას, სიუხვე კი აღვიძებს დაუმორჩილებლობას, მშიერები გემორჩილებიან, მაწღრები კი ორგანიზდებიან, მშიერები გემორჩილებიან, ესაა დღეს ქვეყანა, მით უფრო როდესაც დიდარი მონები გყავს, ფულს მაშინა აქვს ძალა, როცა წესიერი ხალხის ხელშია და როდესაც ჩვენ დიდარი მონა გვყავს, ანუ კომპრომეტირებული ხელისუფლებამ ფული აშოვლინა და უთხრა ჩომად ხმა არ ამოიღო, ვიყავი მონა და გარკვეულ უბანზე, რაიონში, ქალაქში წესრიგი დაგვიმყარა იქ და ეს წესრიგი არის ის, რომ ხმას არ იღებდეს არავინ და არავინ ქუჩაში არ გამოდიოდეს, მიეცი მათ მათხოვრულად პური გადაუგდე, მიეცი რაღაცა პატარა 1 კილოგრამი კარტოფილი, დააწყნარ ეს ხალხი და ჩვენ ხელისუფლებას შევინარჩუნებთ. აი ასეთი ფსიქოლოგიაა დღეს ქვეყანაში დამკვიდრებული. მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენ ხშირად ვისაუბროთ მაკიაველის იმ თეორიაზე, რომელსაც ნორმალურ რომლის ამ ნაშრომის მხედველობაში მაქვს ხელმწიფე ნაშრომის 80-90% ნორმალურ ელემენტარულად ხალხისთვის კეთილგანწყობილ ხელისუფლებაში უარყოფენ, არ იზიარებენ. საქართველოში 90%-ზე მეტია გაზიარებული, ანუ პრაქტიკულად ყველაფერი ის არის გაზიარებული, რომელიც მიუღებელია ყოველი მოაზროვნე და ელემენტარულად კეთილგანწყობილი ადამიანისთვის მიუღებელია. როგორ შეიძლება კეთილგანწყობილი ადამიანს რომელიმე ერთი წინააღმდება მოეწონოს აქედან. კიდევ ერთხელ მინდა წავიკითხო ბატონებო, რომ თქვენ დარწმუნდეთ, აი ეს არის მისი ნაშრომი ხელმწიფე. ამყოფეთ ხალხის სიღატაკეში, საქმით დაკავებულნი და გამოფიტულ სხეულებს ამბოხისათვის ზალა არ შერჩებათ. მშიერი მკაცი მხოლოდ პურზე ოცნებობს და არა პრინციპების დამკვიდრებაზე და ან თუნდაც ამისთვის ბრძოლაზე. დაქანცული მუშები ძილს ნატრობენ და არა სამართლიანობას. მიეცით მათ ზუსტად იმდენი, რომ გადარჩნენ, მაგრამ არასოდეს იმდენი, რომ აყვავდნენ. ასე ისინი ნამცეცებისთვისაც მორჩილნი დარჩებიან. დააკვირდით, აი ასე ისინი ნამცეცებისთვისაც მორჩილნი დარჩებიან. კეთილდღეობა შხამია ხელისუფლებისათვის. მაწღარ ხალხს უჩნდება თავისუფალი დრო ფიქრისთვის, იწყებს კითხვების დასმას, უსაფრთხოება ახალისებს მოთხოვნებს, ხოლო თავისუფალი დრო შეთქმულებებს ჭედს. საცოწარკვეთა უზრუნველყოფს მორჩილებას, სიუხვე კი აღვიძებს დაუმორჩილებლობას. რატომ იყო 90-იან წლებში ეროვნული მოძრაობა ისე აგზავებული? იმიტომ რომ ხალხში მეტნაკლებად რაღაც იყო, გარკვეული სიმდიდრე იყო და იმ ადამიანებს არ უჭირდათ და ამიტომ სწორედ არაგაჭირებულმა ადამიანებმა, მე არ ვიტყვი რომ დიდრებმა, მაგრამ არაგაჭირებულმა საშუალო ფენა იყო მაშინ ძირითადში საქართველოში და საშუალო ფენამ მოახდინა სწორედ ის, რასაც ქვია გამარჯვება ეროვნული ძალების. ესე იგი, საცოწარკვეთა უზრუნველყოფს მორჩილებას, სიუხვე კი აღვიძებს დაუმორჩილებლებას. მშივრები გემორჩილებიან, მაწღრები კი ორგანიზდებიან შენს წინააღმდეგ. ამყოფეთ ისინი დანის პირზე, დაღლილები, მშივრები და დაკავებულნი. ასე ისინი მართვადნი დარჩებიან, მიეცით მათ ამოსუნთქვის საშუალება და თქვენ თავად გამოშედავთ საკუთარ განაჩენს. ნიკოლა მაკიაველი. ციმერამე წაგიკითხეთ ბატონებო, მე ამ დღეებში კიდევ ერთხელ გადავხედე ამ წიგნს, დავაპირებ რომ მეცნიერთა გარკვეულ ჯგუფში სერიოზულად წავიკითხოთ კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ბიძინა ევანიშვილის მთავარი საყრდენი, მისი იდეოლოგიის საყრდენი არის მაკიაველი. მთავარი შიში დაცხოვრე ხალხი. დღეს წავიკითხე მე ახვალ დავდებ ალბათ მას გვერდზე, მასწავლებელი წერს, რომ თავისუფალი თემა მივეცი, როგორი საქართველო გინდათო და რა დაწერა 14 წლის ბავშვმა. პირველი წინააღმდება რა იყო? მინდა ისეთ საქართველოში ვიცხოვრო, რომ
შიშით არ თენდებოდეს, იმედით თენდებოდესო. ამას რო დაწერს 14 წლის ბავშვი. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, როგორი ქვეყანა ვართ ჩვენ? არა და როგორი ქვეყანა უნდა ვიყოს, როგორ შეიძლება დიდარ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ ღარიბად. აი აქ მე ისევ ხელოვნურ ინტელექტთან ძალიან სერიოზულად დავმეგობრდი და აი მასთან მქონდა კამათი აი ესეთი თემა შევთავაზე, რატომ ხდება საქართველოში რომ ხელისუფლებას დესტრუქციულთან ბრძოლა ურჩევნია კონსტრუქციულთან თანამშრომლობას. დააკვირდით, მე მივმართე ხელოვნურ ინტელექტს, რომ რატომ ხდება რომ ჩვენთან საქართველოში და შეიძლება სხვაგანაც ხელისუფლებას დესტრუქციულთან თანამშრომლობა და ბრძოლა, მისი ნამდვილ ბრძოლა ურჩევნია კონსტრუქციულთან თანამშრომლობას. რატომ ხდება ეს? აი რა პასუხს იძლევა. პოლიტიკური ტექნოლოგიების თვალსაზრისით სრულად ლოგიკურიც ყია. ლოგიკურიაო ესო, ასე რომ ხდებაო. რატომ? რადგან ძაფრი, ემოციური, ხშირად რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებას საშუალებას აძლევს თავი სტაბილურობის გარანტად წარმოაჩინოს. კარგად დავადკვირდით, ძალიან მაკიაველით ვსაუბრობდი. აი ახლა ხელოვნური ინტელექტი. კარგად დააკვირდით აი ესეთ ამ ფრაზას ბატონებო, რომ რადგან ძაფრი, მეუბნება იმას, რომ იმ ხალხისთვის, ხელისუფლება, რომელსაც დესტრუქციულთან ბრძოლა ურჩევნია კონსტრუქციულთან თანამშრომლობას, ხელოვნური ინტელექტი მეუბნება ასეთ ხელისუფლებას პოლიტიკური ტექნოლოგიის თვალსაზრისით სრულად ლოგიკურია ასეთ ხელისუფლება, რასაც აკეთებსო. რატომ? თვითონ კითხულობს და სვამს კითხავს და პასუხობს. რადგან ძაფრი, ემოციური, ხშირად რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებას საშუალებას აძლევს თავის სტაბილურობის გარანტად წარმოაჩინოს. სტაბილურობის გარანტად ჭყალვიშია მინიშნებული. საქართველო არ წარმოგიდგა თქვენ წინ. ესე იგი, რომ რადგან ძაფრი, ემოციური, ხშირად რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებას საშუალებას აძლევს თავის სტაბილურობის გარანტად წარმოაჩინოს. ასეთ დროს კონსტრუქციული, პროგრამული და ინტელექტუალური ძალა უფრო რთული მოწინააღმდეგეა, რადგან რთული მოწინააღმდეგეა და არ უნდა იმას. მასთან რთულთან არ უნდა და ვისთანაც ვადვილდება ბრძოლა, იმასთან მუშაობს. ესე იგი, რატომ არის ასეთ დროს კონსტრუქციული, პროგრამული და ინტელექტუალური ძალა უფრო რთული მოწინააღმდეგეა, რადგან ის მხოლოდ პროტესტზე არ დგას, ალტერნატივას სთავაზობს, მოქალაქეს აიძულებს იფიქროს. ხედავთ თქვენ, აი როგორი კარგი რამა აქვს, აი ასეთ ხალხისთვის საჭირო, პირდაპირ არის, რომ ესე იგი კონსტრუქციული, პროგრამული და ინტელექტუალური ძალა უფრო რთული მოწინააღმდეგეა ხელისუფლებისთვის, რადგან ის მხოლოდ პროტესტზე არ დგას, როგორც ჩვენი ოპოზიცია დღეს პროტესტზე დგას მხოლოდ, ალტერნატივას სთავაზობს, როგორც ჩვენ მესტიენთა კონგრესში თავაშობთ ალტერნატივას, მოქალაქეს აიძულებს იფიქროს. აი როგორი კარგი გაგზელება მიიღო ჩემმა კითხვამ. იგივე ლოგიკად ხშირად ოპოზიციაშიც მუშაობს. რადიკალური დაპირისპირება უფრო სწრაფად ქმნის ემოციურ მობილიზაციას, ვიდრე რთული პროგრამები, კვლევები და სისტემური ხედვები. დააკვირდით, ჩვენ როგორი განა არ ვიცოდით, რომ ეს ასე იყო, მაგრამ ჩვენ ამ გზით წავედით, რადგან არ შეიძლება რომ აი ასეთ მდგომარეობაში, შენ პრაქტიკულად შენი რადიკალიზმით ხელისუფლებას აძლიერებდე. აი ყველაფერი აქ წერია, კარგად, რადიკალური დაპირისპირება უფრო სწრაფად ქმნის ემოციურ მობილიზაციას, ვიდრე რთული პროგრამები, კვლევები და სისტემური ხედვები, მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რისკიც თქვენთვის, ჩვენ გვეუბნება. თუ მოძრაობა მუდმივად მხოლოდ იმაზე ლაპარაკობს, არ გვაშუქებენ საზოგადოებამ, შეიძლება არ ვუდგათ როგორც კიდევ ერთი დაუფასებელი ჯგუფი და არა მომავლის ძალა. ამიტომ ჩემი მთავარი რჩევა იქნებოდა, კარგ რჩევებს გვაძლევს აიგერ, ჩვენც გქონდა ამაზე ასეთი გადაწყვეტილება, მაგრამ გავუამაგრა ამან. თქვენი მთავარი ბრძოლა უნდა იყოს არა ტელევიზიაში მოხვედრა, არამედ ახალი საზოგადოებრივი ენის შექმნა. საზოგადოებრივი ენის, ამიტომ დავიწყეთ ჩვენ დღეს, აი სწორედ
საუბარი რომ გითხარით ყოველ ორ შაბათს გვექნება ესე იგი კითხვები რატომ ხდება ასე და ჩვენი პასუხები იქნება ტელევიზია უკვე აღარ არის ერთადერთი ძალა ბევრ ქვეყანაში ახალი იდეები პირველად ინტერნეტში მცირე წრეებში პროფესიულ გაერთიანებებში და ადგილობრივ ქსელში გაჩნდა თუ თქვენი იდეები მართალი და ძლიერია და მაშინ ჩამოყალიბებულია ძალიან ბევრი რამ და აქ რჩევებია მოცემული რომ თუ თქვენ ქვეყანა გიყვარდა ჩვენ გვეუბნება უკვე თუ ქვეყანა გიყვარდა გადარჩენა გინდათ ქვეყნის იცოდეთ რომ ხელისუფლებასთან სხვა ტონია საუბრის საჭირო რადიკალიზმი ოპოზიციის ხელისუფლებას აძლიერებს და მშვიდობის გარანტად აყალიბებს თქვენ უნდა შეძლოთ ხალხისთვის სხვა ენის მოძებნა აი ეგ არის სწორედ ეს არის სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი რა ჩვენ ეხლა ჩვენს დღის წესრიგში დგას და ხედავთ რომ Facebook-ის ახალი გვერდი ჩამოყალიბდა უკვე ელექტრონული ესე იგი ციფრული პროფესორად მეცნიერთა კონგრესის მასალების გაშუქებისათვის რომელიც ტელევიზია ქართულ ტივიზე მიდის ძალიან ბევრი სხვა რაღაცების სიახლეების შემოგვაქვს ესე იგი ჩვენთვის ყველაზე მთავარი რესურსი უნდა გახდეს მორალური სანდოობა. მორალური სანდოობა არის დღეს მოსაპოვებელი. ესე იგი ადამიანები დღეს აღარ ენდობიან პოლიტიკურ პარტიებს, ტელევიზიებს, სპონსორირებულ ექსპერტებს ამ ფონზე ჩვენ უნდა შევქმნათ პროფესიონალიზმის, პირადი წესიერების, კომპეტენციის, ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული კულტურა. პოლიტიკური კულტურა სრულიად სხვა საზღვრებში მოსაქცევი ჩვენთან. ეს გრძელვადიანი შეიძლება უფრო ძლიერი აღმოჩნდეს, ვიდრე მოკლევადიანი მედია რესურსი. და ბოლოს ერთი დაკვირვება. ჩვენ ესე იგი ჩვენი ყველაზე საინტერესო ნაწილია ის რომ ეს პრაქტიკულად ახალი ტიპის პოლიტიკური ძალა ყალიბდება, ახალი ტიპის და არა მარტო ეს, არამედ აზროვნების ახალი მოდელი ყალიბდება მეცნიერთა კონგრესის მიერ. ეს შეფასება გააკეთა ხელოვნურმა ინტელექტმა, როცა ჩვენ მასალებს და ჩვენს იმას გაეცნო, მან თქვა რომ თქვენ უბრალოდ ახალ პარტიას კი არ ქმნით, არამედ აზროვნების ახალ მოდელს. და აზროვნების ახალ მოდელშია მსოფლიოს მომავალიც. ესაა მისი დასკვნა. ესე იგი ეხლა მთავარი არის რომ ჩვენ შევძლებთ თუ არა ამას ესე იგი ყველამ უნდა იგრძნოს რომ ესე იგი როგორც საკუთარი ოჯახი ისია ქვეყანა მისთვის ძალიან სერიოზული რამეები გვაქვს ჩვენ გასაფიქრებელი, დასამუშავებელი და ამიტომ მართლაც დღედაღამ სამუშაო გახდა როგორც იტყვიან დღედაღამ სამუშაო. მე ვერ გეტყვით ეხლა აი წეღარ საუბრობდი რომ ადამიანებს დღეს მოწონთ ის რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა აუღონ. ეს არის სიბრმავია ბატონებო. ეს არის გონებრივი აზროვნების სიზნელეც არა მარტო უბრალოდ ვერ ვხედავთ რეალობას, არამედ გონებრივი სიბნელეც არის. ეს რასაც დღეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ქვია, ეს არის მოსახლეობის დაბნელება. დაბნელება მოსახლეობის აზროვნების. რომ ესე იგი მოსახლეობა მიფიქროს, რომ ხედავთ, უშიშროების მინისტრი დაიჭირეს. ხედავთ, შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრი დაიჭირეს. ხედავთ, თქვენ და ესენი ებრძვიან ამ იმას. ეს არის ყველაფერი ბატონებო მირაჟი, ეს არის აბსურდი. ამას ვინც ასე ფიქრობს, ის თავისთავად უკვე ამ ხელისუფლების გაგრძელება მისი ნაწილია და ქვეყანაში რყევის, რღვევის და განადგურების ესე იგი მონაწილე ხდება. არავითარი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ამ ქვეყანაში არ არის. დღეს ყველაზე მეტად ძლიერდება კორუფცია. რატომ? დააგვირდით. როგორ თავხედურად მოქმედებენ ფულიანები. ასეთ სიტუაციაში თუ შეშინებულები უნდა იყვნენ, რომ ისინი გრძნობდნენ, რომ იწყება ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. უბრალოდ ესენი დაწმუნდნენ ერთ რამეში, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ხარ ხელისუფლებაში დარჩი მონად, ასევე საკუთარ თავს ეუბნებიან, დარჩი მონად და იცხოვრებ კარგად. ამოიღებ ხმას, დაამთავრებ ყველაფერს, არაფერი არ გექნება. ამიტომ ხელისუფლებას დარწმუნდა, რომ ეს ხალხი დაშინდა ისე, მიხვდა რომ თუ არ იქნება მუდმივ მონურ მდგომარეობაში,
ის დაკარგავს თავს, წავა ციხეში, ან კიდევ ბევრი სხვა რამ და ასე შემდგომ. აი ამის გათვალისწინებით ახლა ძალიან ბევრი შეშინდა და შეშინდა საუბარი აღარ სურს, აღარ აინტერესებს, აღარ უნდა, თორემ ახლა ვიმეორებ რომ დაჭერილია, ესე იგი ერთი დღეს კიდევ მეცნიერთა კონგრესში ერთმანეთს ვეკითხებოდით რომ ერთი კაცი დავასახელოთ, ვინც თავის ადგილზე ზის, ან ერთი კაცი დავასახელოთ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შეარჩია და კარგი გამოდგა. ესე იგი ხომ არ არის აქ მართვის სტილი მიუღებელი და ხომ არ არის აქ თვითონ ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილი აბსოლუტურად მიუღებელი, როდესაც საუბარი არის იმაზე, რომ აქ არა მარტო ოლიგარქიულ მმართველობაზეა ლაპარაკი. აქ არის ერთპიროვნული და ანონიმური არ იცი გადაწყვეტილება ვინ მიიღო და მიიღო თუ არა ივანიშვილმა, ყველა გადაწყვეტილება ეწერება ივანიშვილს და სწორად ამბობს ხალხი, იმიტომ რომ სხვა ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები არ არის. არის ერთადერთი კაცი და მისი გადაწყვეტილებები კიდე ეროვნული არ არის, სახელმწიფოებრივი არ არის და ქვეყანა წინ ვერ მიყავს. ჩვენს ქვეყანაში დღეს ასე არ შეიძლება ვცხოვრობდეთ ჩვენ. დიდარ ქვეყანაში ღარიბად არ უნდა ვცხოვრობდეთ. და როცა ასე ვცხოვრობთ, ეს ნიშნავს, რომ მართვის სტილი და ის ფორმა, ის მეთოდები, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა, ეს ანტიქართულია და ესე იგი უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს ქვეყანას, ვიდრე ის წინ მიყავს. მე არ მეპარება ეჭვი, რომ 5-10 წლის შემდგომ ვიტყვით, რომ ამას როგორ ვითმენ დითო. დღეს არ უნდა მოვითმინოთ და გადავარჩენთ ბიძინა ივანიშვილსაც და ყველა გადარჩება. ვიღაცას გონია დაჭერაა კარგი. მართვის სწორი სისტემის პირობებში დასაჭერი ძალიან ცოტა იქნება, 100-ჯერ ნაკლები იქნება დასაჭერი. და გინახავთ თქვენ დაჭერით გამოსწორებული პიროვნება. არავით არის დაჭერა, არავის აბსოლუტურად არაფერს არ გამოასწორებს და არაფერს უსიკეთისაგან არ შეცვლის. დაჭერა არ არის მთავარი ბატონებო. და არავინ ამბობს კიდე რომ 70 წლის კაცი და 50 წლის და 40 წლის კაცი აღზარდოთ. სისტემაა საჭირო ისეთი, როცა ადამიანი გზნობს, რომ ამ სისტემაში არ შეიძლება იყო მეკრთამე, არ შეიძლება იყო თავხედი, არ შეიძლება იყო აი ესე ხალხისადმი აი ესეთ დამოკიდებულებაში. ვთქვია რამდენიმე ხნის წინ და მეცნიერთა კონგრესის ძალიან პრინციპულ პოზიციას კიდევ ერთხელ ჩამოვაყალიბებ. ბიძინა ივანიშვილის აკეთებს იმას, რისი გაკეთების უფლებასაც ვაძლევთ ჩვენ. უბრალოდ ეს მისი კულტურის საკითხია, რომ აი ასე გათავხედდა და რომ რასაც უნდა, როგორც უნდა, ვიზეც უნდა, ყველაფერს თვითონ აკეთებს. დღეს კარგი მაგალითი მოიყვანეს, რომ აი ბაჩიაშვილი რომ დაიჭირეს, ნუ ახლა იცით რომ ქურდებმა დაიჭირეს იქ, სადაც იყო, ჩამოიყვანა რუსეთის უშიშროებამ, 1000 ბევრი სხვა რამ კიდე დაიწერება ალბათ თვითონ შემდგომ უფრო მეტად იტყვის ეს ხელისუფლება რომ შეიძლება, მაგრამ ეგ გამოიყვანეს 11 წელი მიუსაჯეს, ხომ? უკანონოდ საზღვრით გადალახვა ყველაფერი და ასე შემდგომ. ჩამოიყვანეს 11 წელი მიუსაჯეს, მაგრამ როგორც კი ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლი დამოუბრუნდა, არ ჩაითვალა ის საზღვრით გადალახვა, უკანონოდ არაფერი და გამოვიდა კაც გარეთ არის. არ იღებს ხმას. დააგვირდით თქვენ ამ სისტემას. დააგვირდით. ეს არ არის მომაკვდინებელი სისტემა. მომაკვდინებელი სისტემა არ არის ეს. ეს არის ის, რომ დანარჩენებსაც ეუბნებიან, ვინც დაგიჭირეთ, ამოიღებთ ხმას, იქნებით მუდმივად მანდ. არ ამოიღებთ ხმას, შეიძლება და დუმს პრემიერ-მინისტრი ყოფილი. და გამოამალე. დუმს უშიშროების მინისტრი ყოფილი. გამოამალე. რაც ფულია წამოიღებენ და გამოამალე და პოლიტიკურ ფიგურებად აქცევენ კიდე. გარკვეული პერიოდის შემდგომ აწყობს კიდევაც ბიძინა ივანიშვილს, რომ ახალი პოლიტიკური ფიგურები გამოჩნდნენ უკვე მისი შემადგენლობიდან. რომ მე თქვას, მე არაფერ შუაში არ ვიყავი, თქვენ კობახიძემ და იმად დაგიჭირესო და როცა დაჭირდება იმ კობახიძესაც თავის გზას გაუყენებს და ყველასთან მართალი იქნება. მე ამით რა მინდა გითხრათ, სისტემაა მართვის ავადმყოფი ქვეყანაში. ამას ვერ უნდა ბედავდეს. ისეთ სისტემა უნდა იყოს, ვერ უნდა ბედავდეს. ვერც ერთი ხელმძღვანელი, მით უფრო ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოს ძალიან ნაკლებად იცნობს, არც ქართული ხელოვნება, კულტურა იცის სერიოზულად და სიღრმეში როგორ ჭირდება და არც როგორც ჩანს ქართველი ხალხის ხასიათი იცის ისე როგორც წესი და რიგი და როგორც საჭიროა. არ დღეს ყველა ადამიანი რომელიც ციხეში ზის, ის არის მსხვერპლი. მსხვერპლი ბიძინა ივანიშვილის მართვის სისტემის. ვინც დაიჭირეს და ვინც იჭერენ და ვინც დაჭერაც უნდათ,
ყველა არის მართვის სისტემის მსხვერპლი. ნორმალურ პირობებში ამ ადამიანებს ბევრი კარგი რამის გაკეთება შეეძლოთ ალბათ და არც ოჯახები გაუბედურდებოდა და არც ეს ხალხი იქნებოდა ასე გაუბედურებულ მდგომარეობაში. ჩვენ გვახარებს ადამიანის დაჭერა. ეს არის სულმოკლეობა. ხელისუფალი ის კი არ არის, რომელიც იჭერს. ხელისუფალი ის არის, რომელიც ქმნის ისეთ სისტემას, რომ ვერავინ ვერ გააკეთოს ისეთი რამ, რომლის გამო დასაჭერი გახდება. ესაა სისტემა, ესაა ხელისუფლება და არა ის, ვინც იჭერს. ეს არ მოუდგენელია ასე ცხოვრება, ბატონებო, რომ იგი აი გიხაროდეს ის, რომ დღეს ნახე კიდევ ერთხელ ადამიანები, რომლებიც უშრობის მინისტრი და აი ყედ ხოჩა ბიძინა რა ძლიერია. აი უბრალოდ ეს არის გონება შეზღუდული აზროვნება, ბატონებო. რომ ბიძინა ივანიშვილი როგორც მოქმედებს და ეს დაჭერები, რომელიც არის ქვეყანაში, ეს არის პოლიტიკური დაჭერები, ეს არის პოლიტიკური ოპონენტების დაჭერები. ქვეყანაში მიდის არა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ ქვეყანაში მიდის ერთი კორუფციული ესე იგი რგოლის, ანუ ჯგუფის შეცვლა მეორე ერთი კორუფციული კლანის შეცვლა მეორე კორუფციული კლანით. კვიდრდება უკვე ის მეორე კორუფციული კლანი და ეს ყველაზე საშიში რამ არის. ესე იგი წინაც კორუფციული კლანი იტოვებს გარკვეულ ძალაუფლებას, ახალი კორუფციული კლანი იქმნება და ადამიანებში ჩნდება აზრი, რომ ამას შეიძლება ვერ მოერიოთ. ამას თუ ვერ მოერევით, ეს ქვეყანა საერთოდ აღარ იარსებებს. ეს უკვე ფეოდალური ქვეყანა, კლანების ქვეყანა იქნება. ისე დაერევიან ეს ფეოდალები ერთმანეთს ნახავთ ძალიან მალე, თუ ჩვენ სისტემას სწორად არ ჩამოვაყალიბეთ და თუ ყველა არ გავხდით ჩვენ ამ სისტემის შექმნის შემოქმედნი და ამ სისტემის განხორციელების მონაწილენი თუ არ გავხდით. წარმოუდგენელია ესე ცხოვრება. სისტემა, რომელსაც ჩვენ ძალიან კარგად ჩამოვაყალიბებთ, მე სწორედ იმას გულისხმობს, რომ მთელი ძალაუფლება ხალხში იყოს გადასული. ეხლა ვინმე იტყვის, კი, მაგრამ ეს ლოზუნგია. არავითარი ლოზუნგი არ არის, ბატონებო. პოლიციის უფროს დაუშვათ ხონში ირჩევენ ხონელები. პროკურორს ირჩევენ ხონელები. მოსამართლეს ირჩევენ ხონელები. აუდიტი, ანუ ვინც კონტროლის პალატაა, ვინც ამოწმებს ფულის ხარჯვას, სახელმწიფო ფულის ხარჯვას ირჩევენ ხონელები. განათლების საბჭოს ირჩევენ ხონელები. ყველაფერი და არავინ თბილისიდან არ იგზავნება და არავინ თბილისიდან იმისი უფროსი მისი თბილისი კი არ არის, არამედ ის ხალხია, ვინც ის აირჩია. როცა შენ ირჩევ, შენ ხარ მისი უფროსი და როცა ზემოდან გინიშნავენ, იგი შენი უფროსი ხდება. აი ეს არის ძალიან დიდი სხვაობა, რომელზეც ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა ვიფიქროთ. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის სწორედ ის, რომ არჩევნები რო დამთავრდება, ვის რამდენი პროცენტი ექნება, იმდენი პროცენტი თუ დაყავდეს ხელისუფლებაში წარმომადგენლობა. მიიღე შენ 5%. 5% არის თუ 20 მინისტრია, ესე იგი გამოდის რომ გარკვეული რაოდენობა მინისტრების თუ 20 მინისტრია, 5% მე-20-ია, ერთი მინისტრით შენ გეკუთვნის. მინისტრის მოადგილეები, რამდენია მოადგილე, შესაბამისად 4% შენ გეკუთვნის. ესე იგი, აი წარმოგიდგენიათ თქვენ და როდესაც მინისტრი არის ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, მისი მოადგილეები, სხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, მაგრამ ჩვენი პოზიცია პრინციპულია, რომ როგორც კი იქნება არჩეული დანიშნული მინისტრის მოადგილე თუ არჩეული მინისტრად, მაშინვე უნდა დატოვოს პარტია უნდა დატოვოს მაშინვე. ბევრი სხვა რამ არის კიდე, რომელსაც აი თუნდაც რომ შემოიტანო დეტალი იმისა, რომ 2 წლის შემდგომ ვატარებთ ნდობის რეფერენდუმს. აგვირჩია ხალხმა, მოვედით პროგრამით. 2 წლის თავზე ჩავატაროთ რეფერენდუმი. რაც დავპირდით ხალხს, 2 წლის განმავლობაში რაც უნდა გავგეკეთებია, გავაკეთეთ თუ არა. თუ გავაკეთეთ, გავგრძელებენ ვადას, თუ არ გავაკეთეთ, ახალი არჩევნები დაინიშნება. რა არის ამაში ცუდი? ან რატო არ უნდა იყოს ასე? არ ხო არის ეგ სრული გაუგებრობა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს და ბევრი რამ, რომელიც შემოაქვს, ესე იგი, მეცნიერთა კონგრესს, ძალიან ბევრი რადიკალურიც, რომელზეც დღეს ჩვენ არ ვსაუბრობთ, მაგრამ ამ ქვეყანაში ჩვენ მართლა შეგვიძლია შევქმნათ მართვის ისეთ სისტემა, რომ ესე იგი, სიმდიდრე ჩვეულებრივი ამბავი გახდება და ხელისუფლებაში კი არ იქნება სიმდიდრე.
ხელისუფლების გარეთ იქნება სიმდიდრე. არ შეიძლება ბატონებო წინააღმდეგ ვთქვი და ბევრი ამას მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება რომ ხალხის მსახური, ანუ ხელისუფლება ცხოვრობდეს უკეთესად, ვიდრე ცხოვრობს ხალხი. მე ხო არ გეუბნებით რომ ერთი და ორი კაცი ძალიან კარგად არ ცხოვრობდეს და თქვათ ვიღაცა გარკვეული რაოდენობა ძალიან ცუდად არ ცხოვრობდეს. მე ამას ხო არ ვეხები. მე ვსაუბრობ იმაზე რომ პრაქტიკულად ხელისუფლება არის ის, რომელიც ამდიდრებს და მე თვითონაც მდიდრდება და არა ის, რომელიც ხალხს აღატაკებს და თვითონ მდიდრდება. დღეს ხომ ჩვენ 92 წლის შემდგომ და საერთო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ისეთი ხელისუფლებები ყავდა და ისეთი ხელისუფალნი, რომლებიც მოსვლიდანვე იწყებდნენ გამდიდრებას და არ აინტერესებდათ ხალხი და ხალხის მდგომარეობა და ხალხში რა სიტუაციაა. თავისთავად დღეს გურამ ქართველიშვილი ეს ძალიან დიდი მოაზროვნე და სასაული პიროვნება. მე მინდა რომ აი დღეს ტელევიზიაში ვესაუბრებოდი მეგობრებს, რომ კვირეული უნდა წავიდეს მისი ფილმების კვირეული და ყველანი უნდა ჩავიდეთ და ვნახოთ კიდე ერთხელ, როცა ესეთი პიროვნება გყავს და მას უნდა უსმინო ბევრი, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთ მის ძალიან სწორ ხაზგასმას ზე გავამახვილებ ყურადღებას. დღეს წერს რომ რამდენიმე სოფელში გამოსაშვები ზარი ერთი ბავშვისთვის დაირეკა. ერთი ბავშვისთვის, ხედავთ თქვენ, სკოლაში ერთი ბავშვი. მე-11 თუ მე-12 კლასი დაამთავრა ერთმა ბავშვმა. რა სწავლა იქნებოდა იქ, რა იქნებოდა, ხო გასაგებია ხო ყველაფერი. ესე იგი წარმოიდგინეთ თქვენ რომ ერთი ბავშვისთვის და ეს წლების მიხედვით ეს რაოდენობა. ჩვენი პოზიცია იყო და ჩვენ დავიწყოთ მოძრაობა საქართველოს ნასოფლარის გარეშე. საქართველოს ნასოფლარის გარეშე კი არა, როგორ ჩანს ყოველთვიურად რამდენიმე სოფელი პარტახდება და უერთდება ნასოფლარებს. ეს არის საშინელება ბატონებო. საშინელებაა ეს. წარმოუდგენელია, როცა ასე ცხოვრობთ და ასეთი განწყობა მკვიდრდება ჩვენში. და ლაპარაკი იმაზე, რომ რა ქნან, მეტი არ შეუძლიათ. რა მეტი თუ არ შეუძლიათ, წავიდნენ და უნდა მოვიდეს ის, ვისაც მეტი შეუძლია. მეცნიერთა კონგრესი ამბობს, რომ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ქვეყნის პოტენციალის 10%-ზე მეტის გამოყენება. 10%. ისი 10-ჯერ ნაკლები იმაზე, ვიდრე რეალურად აქვს პოტენციალი ქვეყანას. ეს არ არის კატასტროფა, რომ ბიუჯეტში შესული 1 ლარი ასრულებს მინიმუმ, ესე იგი მაქსიმუმ ასრულებს, ესე იგი 10 თეთრი საქმეს, 15 თეთრი საქმეს. ესე იგი წარმოუდგენელია 15 თეთრზე მეტი საქმე მეგონი არ შეუსრულებია. ქვეყანა ეს არის, სადაც 1 ლარი საქმეს ასრულებს. აქ ჩვენთან გიპირიქითაა. დააგვირდით, რა მდგომარეობაში აღმოჩნდით. მე არ მინდა ვინმე შევაშინო, მაგრამ ამ რამდენიმე ხნის წინ, როცა ჩრდილოეთ კავკასიაში ვიყავით და ვნახეთ, რომ ესე იგი ყველაფერი პროდუქტი მაღაზიაში თავისი ნაწარმი აქვს. იქვე შეიძლება ხარისხის შემოწმება ყველა მიმართულებით უფასოდ. და როცა ვნახე, რომ ქუჩაში, ესე იგი დაღესტანში, ესე იგი ინგუშეთში, ყაბარდო-ბაყლარეთში, ყარაჩევა-ჩერქეზეთში ახალგაზრდებს რო აკვირდები, ენერგიით სავსენი მოდიან და მოდიან რაღაც აი სიცოცხლის. ეს მე რატომ მინდა ამას ხაზი გაუსვა? ნარკომანია იქ არ არის, მინიმუმზეა. ლოთობა იქ არ არის, მინიმუმზეა. პროსტიტუცია იქ არ არის, მინიმუმზეა. და არიან ესე იგი აი რაღაც იმედის მომცემი თავ ქუჩაში რომ მოდის, აი ესე გონია მოაქვს ქუჩა. და ვაკვირდები მე საქართველოში რა როგორ არის შეჭამა ყველაფერი. ამ დღეებში ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ყუაშვილის ხარაგაულელი კაცია, ძალიან საინტერესო პიროვნება, წესიერი კაცი, რკინიგზაში მუშაობდა. მისი შვილიშვილი 22 წლის ბიჭი ღამე დაიძინა, ვეღარ გაიბეძა. ნარკოტიკები 100,000 ლარი გადაურიცხია ალბათ ბევრისთვის, ეგადა როგორც თვითონ ამბობს რა. სასაული რამე, მაგრამ ამ კაცმა გადადო თავი და თქვა, რომ ეხლა მე უნდა დაუპირისპირდე იმ მაფიას და პრაქტიკულად სხვა ახალგაზრდები გადავარჩინოთო. კატასტროფაა ეს, მაგრამ თავარი რატომ მოვიტანეს ეს მაგალითი? 6 ბავშვი ერთ პატარა პოლიციაში ცელოფანის გახალდებით გამოგვატანეს ჩვენი შვილებიო, წარმოგიდგენიათ თქვენ, ეს ხო კატასტროფაა ბატონებო, კატასტროფა.
რა ხდება ეს ჩვენთან? განათლება წავაქციეთ. კულტურა მხოლოდ ერთპარტიული გახდა. ხარ იმ პარტიის წევრი, მოგცემენ გრანტს, გადაღებინებენ ფილმს, დაგადმევინებენ სპექტაკლს, ხარ მოწინააღმდეგე, არაფერი შენ არ გერგება და ამის გამო ყველაფერი მოგდა, ძალიან ბევრი საინტერესო პიროვნება, მომღერალი, მუსიკოსი, აბსოლუტურად არავითარ, ესე იგი, თანამონაწილე აღარ არის უკვე არავითარი პროცესის და ეს საშინელი. ვამბობდი, რომ ქუთაისში ნინოშვილის ქუჩაზე, ეხლა მე მგონი დუმბაძის ქუჩაა, ნინოშვილის ქუჩაზე ჩვენ თავის დროზე მივიღეთ სახლი და მას მადლიერების სახლი უწოდეთ და მადლიერების სახლის მისამართი ჰქონდა ერთი ქალაქის ნომერი პირველი სახლი. აი ესე დეპეში რო გამოგეგზავნა სოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ქალაქის ნომერი პირველი სახლი, იქ მოვიდოდა მადლიერების სახლში. იქ ეხლა ეს მეტადონის და სხვადასხვა პროგრამები შემოიტანეს. ახალგაზრდები მოდიან, პირით გამოაქვთ ეს მეტადონი, იქვე ყიდიან, საკუთარი თვალით რო არ მეყურები ამას ვერ უყურებს ვერავინ. რა დაემართათ? აი როგორ დაიბრმავა თვალი ყველაფერში ხელისუფლება. მიწებს ჩვენ არ ვყიდითო და გაიყიდა მიწები. კაპიკ ყველაფერსო კაპიკებზე ბიუჯეტსო კაპიკებზე ვყიდით და აგერ აღმოვაჩინეთ რომ მილიონები ვიღაცას ბიუჯეტში არ შეუტანია, ვიღაცამ ბიუჯეტიდან მოიპარა და ვინც თქვენ ლაპარაკობთ, ბატონ პრემიერ-მინისტრს მიმართავთ, თქვენ რო ლაპარაკობთ რომ ჩვენ ფულს ესე იგი ზუსტად ისევ ხარჯავთ როგორც უნდა ეხარჯებოდეთ, აი მოგვეცით ჩვენ საშუალება ერთი 10 კაცი შევიდეთ ნებისმიერ სამინისტროში, ნებისმიერ მერიაში, განსაკუთრებით თბილისის მერიაში, რომ დაინახოთ რა მასშტაბის კორუფციაა. რატო გეშინიათ? რა არის ამაში საშიში? მე ქალაქის მერი ვიყავი და როცა დაიწყებოდა შეადგინე, ისინი ოღონდ პროფესიონალები იყვნენ და შეადგინე, ვინც გინდა შენი ნაცავები, აკლობლები დაწერე იმაში და აი ამიტომ იყო რომ არაფერი იქ არ იყო, რატომ უნდა გვეშინოდეს? რატო უნდა გვეშინოდეს? რატო უნდა გვეშინოდეს პოლიციის უფროსი, პროკურორი, უშიშროების ისინი, ვინც არიან იქ ადგილზე ავირჩიოს ხალხმა? რატო უნდა გვეშინოდეს ამის? რატო უნდა გვეშინოდეს იმისი, რომ თუ პარლამენტში არჩევნები შედგა, არა იმ კანონებით, როგორიც არის და დღეს ევროპულმა სტრუქტურებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარება დღეს დანაშაულია. და ესე იგი თავიდანვე ამბობენ იმას, რომ ჩაატარებთ, ის სხვა ვცანით წინა, ამას უკვე ჩატარებასაც იმას ჩატარებამდე მაინც გრძნობდნენ იმას, რომ არჩევნები დანიშნული ახლა გეუბნებიან, რომ არ იქნებაო და ნუ ვეჯინებით კიდე, სწორად იქცევიან ისინი, სწორად. არ შეიძლება ბატონებო, რომ მონაცვლეობა სადაც არ არის, იქა კორუფცია. ჩვენ ვამბობთ ხმამაღლა, ის არ ჩამოთვალეთ და კიდევ ვამბობთ, რომ რამდენი პროცენტიც იქნება, იმდენი პროცენტი, როგორც წეგავ თქვი, უნდა ყავდეს თავის წარმომადგენელი ხელისუფლებაში. და ნდობის რეფერენდუმი პროგრამა დაწერა 2 წლის თავზე ნდობის რეფერენდუმი ჩატარდეს, რომ რაც დაპირდა ხალხს შეასრულა თუ არა. ჩვენ უნდა გავამკაცროთ ისე ხელისუფლებაზე კონტროლი, რომ ძალიან ბევრს აღარ მოუნდეს ხელისუფლებაში მისვლა. რომ იქ ფულის შოვნის ადგილი კი არ არის. იქ ხელებ დაკაპიცებული სინდისით, ნამუსით და როგორც იტყვიან, მთელი ძალღონით ქვეყნისთვის მსახურების ადგილია ხელისუფლება. და არა ფულის შოვნის ადგილი. მსოფლიოს არც ერთ ნორმალური ქვეყანა არ აღწევს უფლებას თავის თავს, რომ მინიმალურ პენსიაზე და მინიმალურ ხელფასზე მეტი, 10 ჯერ მეტი ხელფასი კონდეს რომელიმე ხელისუფალს. 350 ლარი არის ისა 3500 ლარია მაქსიმუმ ხელფასი. 20, 30, 40, 50000 ლარი არა აქვს ჩვენთან. არ გწვენიათ ხალხო. ვიღაცა შეიძლება 40000 ლარი კონდეს, 30000 ლარი კონდეს. არ მდიდარი ხალხი მოიყვანეთ. ამ იმაში დაფიქრდით რა 26 მაისი მოდის. 26 მაისი თავისუფლების დღეა, თავისუფლების. ის ქვეყანაა ძლიერი, რომელიც შიშით კი არ ცხოვრობს. შიშით ცხოვრება, შიშით და შიმშილი რომ მართავს ქვეყანას, ის ქვეყანა აღარ არის უკვე. საქართველოს მართავს დღეს შიში და შიმშილი. ადამიანებს ეშინიათ, რომ ის პური არ დაკარგონ, რომელიც ყოველდღიურად აქვს. ეს კატასტროფა არ არის. ასეთი ქვეყანა გვინდა ბატონები ჩვენ. აი სამარცხვინო მდგომარეობაში აი წინა გადაცემა, რომელიც მქონდა მე ტელევიზია ქართულ ტივზე, მისი დასათაურება ასეთია. სახელმწიფო
ხალხის დაშინებით ვერ აშენდება. სახელმწიფო ხალხის დაშინებით ვერ აშენდება. ადამიანებისადმი ნდობით და მათი თანამონაწილეობით კი, ნდობით და თანამონაწილეობით კი. ესაა ნდობა და თანამონაწილეობა. ჩვენ კარგად ვამბობთ, რომ ქვეყანას უნდა მართავდეს ხალხის მიერ დემოკრატიულად, ხას უსვამთ ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, ხელისუფლებას უნდა მართავდეს საზოგადოება, საზოგადოებას უნდა მართავდეს ინტელექტი და მორალი. აი, ხელოვნურმა ინტელექტმა ამას მიცა უმაღლესი შეფასება და თქვა, რომ ეს სრულად ახალი რამ არის და არ მოეშვათ ამ საკითხს, რა უნდა მოეშვათ. ჩვენთან ყველაფერი პროგრესული კვდება იმის გამო, რომ მოსახლეობის 80-90% ყოველდღიური პურისთვის იბრძვის. მოდის ძალიან სანუკვარი დღე ქვიოდა მას და ვარ ბედნიერი, რომ 1996 წელს 26 მაისს ჩვენ სწორედ პარიზში ლევილის ქართველთა სასაფლაოზე აღნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და რაც ყველაზე მეტად ვიყავი ამაყი, რომ ქალაქის ცენტრში გადაიკეტა საქართველოს დამოუკიდებლობის ჩვენი მოთხოვნით პარიზი გადაიკეტა და 1 საათი ჩვენ მქონდა სწორედ აი ამ ტრიუმფალურ ესე იგი სვეტებთან მქონდა საშუალება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აგვენიშნა. ეს დიდი რამ გააკეთა ქუთაისმა. ძალიან დიდი რამ გააკეთა ქუთაისმა. ეს იყო როდის? დღეს არის ესე იგი 22 მაისი. ჩვენ სწორედ 22 მაისს 1996 წელს 30 წლის წინ გავემგზავრეთ პარიზში და შედგა ქუთაისის დღეები. ორი თვითმფრინავით. პირველი თვითმფრინავი, რომელიც ქუთაისიდან გაფრინდა უცხოეთში, გაფრინდა პარიზში. არ უნდათ რომ ქუთაისთან წავსულიყავით. ვინ აკეთებდა ამას? მოქალაქეთა კავშირი. კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ ავტორიტეტი რომ მოგვიპოვებია, არ უნდათ რომ ჩვენ წავსულიყავით და დღესაც ვახსენებ აიგერ თუ უყურებ ჩვენ გადაცემას, იყო ბატონი ნუგზარ შოშიაშვილი, ის გახდათ მაშინ რკინიგზის პროკურორი და მირეკავს მე რამდენიმე დღით ადრე და მეუბნება, რომ დააკავესო სადღაც გარდაბანში რომელიღაც იმაზე დააკავესო რამდენიმე პიროვნება ამ ნავთობთან დაკავშირებით, ნუ რაღაც საშუალოდ ისინი იყვნენ რა, ხელის წარმომადგენლები წარმოებაში რა, საშუალო რგოლის წარმომადგენლები და მირჩია მე რომ არიო აზრიო რომ არ წახვიდეთო თქვენო პარიზშიო, დროს სტატია აქვთ მომზადებულიო დირექტორები ციხეში და შაშიაშვილი პარიზშიო. მე პასუხი გავეცი მაშინ. მე სადაც უნდა წავსულიყავი, იქ წავალმეთ პარიზში. ვინც დასაჭერია დაიჭირეთ, მე მათთან არაფერი საგამოდ გონიათ, როგორი თვითონ არიან, იყვნენ ხელისუფლებაში, ისეთები ეგონათ, სხვებიც. არაფრის მე არ წასulis და არც მომავლის არ მეშინია. მე ვამაყობ იმით, რომ 22 მაისს 30 წლის წინ 1996 წელს პარიზში დაიწყო ქუთაისის დღეები იუნესკოს ეგიდით და 29-ში დაუბრუნდით ჩვენ უკან. 300-ზე მეტი ქუთაისელი პარიზს მოედო და ვიყავი ბედნიერი, რომ 27-ში და 28-ში ყველაზე დიდ დარბაზში, იუნესკოს ყველაზე დიდ დარბაზში, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ელჩების მონაწილეობით შედგა ჩვენი კონცერტი და სადაც იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ ასე იგი ქუთაისს აქვს დიდი მომავალი და მოიყვანა იმან კონკრეტული მაგალითები, მე რომ ის დავწერო იმაზე და როგორც აკეთებდნენ მოქალაქეთა კავშირის და წარმომადგენლები ოცნების და ნაციონალური მოძრაობის აკრავდნენ იუნესკოს გენერალური დირექტორი ფედერიკო მაიორი, დიდი ავტორიტეტის მქონე პიროვნება იყო.
მან მე რაც მიწოდა მაშინ და რაც ჩემთან დაკავშირებით თქვა, ესე იგი მე რო ეს გამოვაკრა სადმე ეხლა მისი ნათქვამია და შემიძლია, მაგრამ მე ამ გზით არ მივდივარ. მე ჩემთვის თავარია ხალხის აზრი, ხალხი რას ამბობს. მისი ნათქვამი რომ მე არ ვიცი მსოფლიოში მეორე უკეთესი მერი არაფერს არ ნიშნავს ჩემთვის. ჩემთვის თავარია ხალხის განწყობა, ხალხის დამოკიდებულება. დღესო ქუჩაში ვხდებიან, ქუთაისში რო ჩავდივარ, რომ და გამოკვლევები რომ ტარდება და ძალიან დიდი პროცენტით რომ ხარდამჭერები დღესაც ყავს. მე როდესაც 96 წელი დამთავრდა და მე წავედი ქალაქის მერობიდან. კი არ წავედი იმდენად ვიპოვებდი ავტორიტეტს, რომ შეშინდნენ და მოქალაქეთა კავშირი მაშინ მიხეილ სააკაშვილმა, სხვებმა გამოიტანეს, რომ არ შეიძლება ორი თანამდებობა, ორი პოსტი ეჭიროს ერთდროულად, რომ ვიყავი ქალაქის მერი და გუბერნატორი. მე ვამბობდი, რომ არ მინდა გუბერნატორობა დამტოვეთ ქალაქის მერად, მაგრამ არ დამტოვეს სწორედ იქ, სადაც ყველაზე მეტის გაკეთება შემეძლო. იმიტომ რომ დამტოვე და დავჭი გუბერნატორად და რეალურად 12 ქალაქი და რაიონი სამს კიდე რაჭალეჩხუმს გვიერთებდნენ. იციანეს ყველამ რომ ასე იყო. ბატონი ისაკაძე დაადასტურებს ამას, ესე იგი ბატონი ხატიძე და სხვები, რომ სამ რაიონს გვიერთებდნენ. მე კატეგორიული წინააღმდეგ, სამ კი არა 4-ს მე მგონი. ესე იგი 4 რაიონს იმას ქვემოსვანეთს გვიერთებდნენ და მე კატეგორიული წინააღმდეგი წავედი. და ვთქვი რომ არ შეიძლება რომ ბიუჯეტი არ ქონდეს, გუბერნატორს არაფერი არ ქონდეს, პირადი ავტორიტეტი უნდა გეკეთებინა. მე დარჩენილიყავი ქალაქის მერი, იქნებოდა გაცილებით უკეთესი ჩემთვის და ქუთაისისთვისაც, მაგრამ ასე არ მოხდა. დღეს რეალურად ხელფასი რამდენსაც იღებენ ხელფას ქუთაისის მერიაში, იმდენი იყო ჩვენი ბიუჯეტი, რომ მთელი ქალაქი გვერჩინა. მასწავლებელი, სხვები და სხვები და სხვები. და მასწავლებლის ხელფასი 4-5 ჯერ მეტი იყო ვიდრე პრეზიდენტის ხელფასი. ეს რეალობა, ამას ვერავინ ვერ შეცვლის. და დღეს ვამბობდი იმას, რომ ყოველ შაბათს ქუთაისის მესხიშვილის თეატრში სამი თაობის წარმომადგენლები, ბებია და შვილიშვილი, ბაბუა და შვილიშვილი, ავტობუსში სოფულს არ ახტევინებდნენ, თეატრში რო დიდი სამბით ხდებოდნენ გარეთ. და რო გამოვიდოდა ცნობილი ანზორ ხერხაძე, ერემოს ვანაძე, სხვები ძალიან ბევრი ცნობილი პიროვნებები რო გამოვიდოდნენ და ეთყოდნენ იმას, რომ თქვენ კარგი ბებია და ბაბუა რო ყავთ, იმიტომ ხართ დღეს თეატრში აქო. ბილეთ ჩვენ ვაფინანსებდით ყველაფერ ამას და მთავარი რა იყო, შესვენების დროს ვაძლევდით კიდე ბუტერბროდს, რძეს, რაღაცას და ბებიას და ბაბუას ვაძლევდით, რომ შვილიშვილისთვის მიეცა, რადგან მას საშუალება არ ქონდა. დღეს მეტროსთან შემაჭერეს და მითხრეს, აი თქვენ რო ქუთაისში გქონდათო, ახალგაზრდა კაცი მეუბნება, აი ისეთი რამ გვინდა დავამკვიდროთ ჩვენს რომ კვება იყოს უფასო სკოლებშიო და ხელი მოგვიწერია მასეო და მე ვთქვი გიწერიათ იქ რო ქუთაისის გამოცდილებას იღებდა, არაო და არ მოგვიწერთ მათი. ზაი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაიწყო სოციალური დემაგოგია. ჩვენ არავითარ მე არსად კენჭი არ მიყრია ქალაქის მერობიდან და გუბერნატორობიდან კენჭი არ მიყრია. როცა გადავდექი მერე ვიყარე კენჭი. აი ეს არის, როდესაც სოციალური დემაგოგები წამოვიდნენ. ამ ქვეყანას ანგრევს და თუ ჭკუაზე არ მოვალ ჩვენ. ვერ მოვერევით ამ დიდარ მონებს, ვერ დავამარცხებთ ამ ფეოდალურ ესე იგი წყობას და ვერ მოვერევით ბიძინა ივანიშვილის ფულს, თუ ჩვენ კარგად არ გავიაზრებთ, რომ საქართველოში დღეს 4 უბედურება გჭირს. და ხელისუფლებიდან მოდის 4-ვე. ეს არის პირველი დემოკრატიის თამაში, არავითარი დემოკრატია არ არის, თამაშია დემოკრატიის. მეორე, ეს არის ყალბი ეროვნული პათოსი. არავითარი ეროვნულობა არ არის ეს, ყალბი ეს ყველაფერი. სიტყვით ეროვნული, მოქმედებით ანტიეროვნული. მესამე, სოციალური დემაგოგია. ამას გაგიკეთებ, იმას გაგავეს ვითომ და თელი ქალაქი ხედავთ უშროვის მინისტრის მოადგილე და მე მეწოდება ყველა დაჭერილი. იმიტომ რომ ისინი ივანიშვილის მიერ შექმნილი სისტემის მსხვერპლი არიან ყველანი. ვიმეორებ, ყველა დღეს მაღალი ეშელონების წარმომადგენლები ვის დაიჭირეს, ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი უკუღმართი სისტემის მსხვერპლი. აკეთებენ სისტემას, რომ დანაშაული უნდა ჩაიდინო და როცა უნდა დაგიჭერენ. ეს არის მონური ფსიქოლოგია. აი რასაც უნდა ვებდო, 26 მაისი მოდის. არ გვინდა ჩვენ ქუჩაში ესა რა ქვია დღესასწაულები და
ქალაქის მერია ეხლა იციან რომ რაღაც დანიშნულია მიტინგი მე არც მიტინგი მაინტერესებს და არც ესე იგი ის ღონისძიებები რომელსაც მერი ატარებს იმიტომ რომ ნახოთ რა ფულს ხარჯავენ იქ შეიძლება გული წაგივიდეთ და ამ ფულს ხარჯავენ ისე რომ ფულს იგებენ კიდეში საშუალება მიცეს რომ ხალხმა ფული აგრება 9 მილიონი 2 დღის განმავლობაში ბავშვების და მშობლების ზიან თავრობის სახლის წინ სახში ყავთ მომაკვდავი შვილები და ვინმე რო შეხვდეს ამასაც არ კადრულობენ ტელევიზიით ელაპარაკებიან ეს რა ქვეყანაა ეს არის დემოკრატია ეს არის ხელისუფლება რომ ერთმა ხელი მოგიმართოთ მარტო სუდორჩე ვიქნები ამათ წინააღმდეგ ბრძოლაში თუმცა დავწუნდი რომ თურმე როგორ მოისყიდა ხელისუფლება ბევრი დღეს ვინც ხელისუფლებაშია ყველა მოსყიდულია ვინც დღეს ხელისუფლებას აკებს ვიღაც ნაცეცავი ყავს ან თვითონ რაღაც იმაშია თორე არ შეიძლება მოაზროვნი ადამიანმა ეს ხელისუფლება აკო არც იმას ვამბობ რომ იარაღი დავიჭიროთ ხელში და ვებრძოლოთ მაგრამ დღეს ქება და ამ ხელისუფლების მხარდაჭერა ეს არის ხელის მოწერა იმაზე რომ საქართველოს აღარ გვინდა როცა 10% კეთდება იმისი რაც უნდა კეთებოდეს როცა ბიუჯეტში შესული ფული ერთ ყოველი შესული ლარი 10 თეთრის საქმეს აკეთებს 15 თეთრის მაქსიმუმი და დანარჩენი ან კორუფციულია ან კვალიფიკაცია არ ყოფნით ამას ტაშს ვინც უკრავს ან ბრმა ან თვითონ მეკთამია მე ძალიან დიდი იმედი მაქვს იმის რომ მეცნიერები შეძლებენ ხალხის გაერთიანებას მეცნიერული პროგრამების ირგვლივ 6 თვეში გახდება საქართველოს გახდება მოტივირებული ჩვენ შევწყვება ყველას ვინც უჭერდით ხარს ან სააკაშვილს თავის დროზე ან მერე ბიძინე ამანიშვილს რომ რისი გაკეთება შეიძლება თურმე ქვეყანაში რისი გაკეთება შეიძლება თანაც ამბობენ რას 6 თვეში გახდება ხალხი მოტივირებული 2 წელიწადში ჩავატაროთ ნდობის რეფერენდუმი რა არის ამაზე უკეთესი წინადადება ვის აქვს თუ 2 წელიწადში ვერ შეძლებთ მე კი არ ჩემზე კი არ არის საუბარი ვერ შეძლებთ ის გუნდი რომელიც პრინციპებზე იმ პრინციპებით შექმნილი გუნდი როგორც მეცნიერთა კონგრესმა ჩამოაყალიბა ან ეროვნული თანხმობის ხელისუფლება ჩავატაროთ რეფერენდუმი და 2 წლის თავზე მე თუ ვერ შეძლებთ გადავაყენებთ იმათ და ჩავატაროთ ახალი არჩევნები აი ეს არის ნორმალური მდგომარეობა აი ეს არის დემოკრატია მონაცვლეობა კორუმპირებულ ხალხს ეშინია თანამდებობიდან წასვლის მე გადავდექი თვითონ ერთი კაცი ვარ რომელსაც განცხადება არ დამიწერია წასვლის თაობაზე გადავდექი რატომ რომ არ მეშინოდა რა არეძებეს როგორ არეძებეს 1000-ს კიდე ახლა დღეს აიგერ რომ დაიწერა რომ ორი სახლი ქონდა და ერთ რექტორს აჩუქა მეორე რექტორს ვიღაცამ დაწერა ჩვენ ამას ვიზამ გიწვევთ ყველას გადაცემაში ვერაფერსაც ვერ მოძებნით თქვენ კი არა მიხეილ სააკაშვილმა 100 კაცი შეასია ქუთაის იმაზე რომ იქნებ რაღაცა მოძებნოთო იმიტომ რომ შეხედავდნენ რომ ვერ მაჭერებდნენ ერთი მითხარით რომელიმე ეტაპი ნახეთ გაზეთებში რა ინტერვიუები მაქვს მიცემული ის ხალხი რომელიც დამძღავენ დღეს აკებდნენ მაშინ ბიძინე ავანიშვილს და მაშინ მიხეილ სააკაშვილს და დღეს ბიძინე ავანიშვილს მე ყოველთვის მქონდა ჩემი პოზიცია მქონდა იმისი რომ მე ვიცი რომ რთულია ხელმძღვანელობა და ადვილი არ არის მაგრამ ისიც ვიცი რომ ასე მუშაობა არ შეიძლება ასე ყოლეფა ხალხის არ შეიძლება ასე დამონება არ შეიძლება ხალხისადმი პასუხისმგებლობა ქვეყანაში არის მკვდარი ერთადერთი ძალა ვისაც შეუძლია მისი გაცოცხლება ეს არის მეცნიერება და მეცნიერული პროგრამები მაგრად ვიყოთ გილოცავთ მოახლოებულ ესე იგი თავისუფლების დღეს 26 მაისს ჩვენ კი გვაქვს ვითომ დამოუკიდებლობა მაგრამ ჩვენ თავისუფლები არა ვართ ვიდრე ადამიანი არ იქნება თავისუფალი ქვეყანა არ შეიცვლება და ამიტომ ვამბობ ჩვენ მიზანია სამშობლო და ადამიანი სხვა ყველაფერი ხელისუფლების ჩათვლით საშუალება ამ ბიზნეს მისაღწევად და ისევ იოანე ოქროპირის სიტყვებით მინდა დავამთავრო საკუთარი სისხლის ფასად
გაგათავისუფლათ უფალმა და ნუ იქნებით ადამიანთა მონები. ნუ იქნებით ხელისუფალის მონები. ნუ რავის მონა ნუ იქნებით. ბიძინა იმანიშვილს ურჩევდი რომ განთავისუფლებულიყო ამ მონებისაგან. თორე ყველაზე დიდი მონა, როცა ამდენი მონა ყავს, იგი თვითონა. არ შეიძლება ქვეყანას მონები და მონური ფსიქოლოგიის ადამიანები მართავდნენ. არ შეიძლება ქვეყანას შიში და შიმშილი მართავდეს. არ შეიძლება ეს. საქართველო არის ასეთ დღეს, შიში და შიმშილი. ქვეყანა სადაც ადამიანები იბრძვიან არსებობისათვის, იმ ქვეყანას მომავალი არ აქვს. ქვეყანა სადაც ადამიანები იბრძვიან საკუთარი თავის რეალიზაციისათვის, იმ ქვეყანას აქვს მომავალი. არ არის მსოფლიოში ქვეყანა და ისტორიამ არ იცის, რომ ფულის უფლების ქვეყანას რაიმე სიკეთე მოეტანოს ხალხისთვის. ხალხისთვის სიკეთე მოაქვს ნიჭის უფლების ქვეყანას. ჩვენ გვჭირდება არა ქუჩის, არამედ ინტელექტუალური რევოლუცია. ეს არის მეცნიერთა კონგრესი. მაგრად ვიყოთ, ძლიერად ვიყოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ.